მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება ჩემ ეზოთერიულ ტაროლოგიურ გვერდზე. მათ ვინც აიცით, მე ვარ ნევილი, პრაქტიკოსი ტაროლოგი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. მათ ვინც აიცით, ჩემი წიგნი იყიდება ბიბლუსის საქართველოს მასშტაბით ყველა ქსელში და ასევე ლატენას მაღაზიაში. დღეს გვექნება ტრადიციული პროგნოზი, ამ შემთხვევაში უკვე ოქტომბრის თვესთან დაკავშირებით. მივიღოთ ინფორმაცია, რა კუთხით იქნება თქვენთვის განხილული. ენერგო ბალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მაშინ სათამი ზოგადად ფონი როგორ იქნება პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, მეორე და მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მნიშვნელოვანი სიახლე თქვენთვის. და ასევე გაფრთხილება რეკომენდაციის სახით. ვისაც ჭირდებათ არსებულ თვესთან დაკავშირებით, ან ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით, ინსტაგრამის გვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე მომწერეთ პირადი კონსულტაციისთვის. პირველი, მეორე, მესამე. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, ვინც ვერ მოასწრო არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ, დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადად თვის ფონი როგორი იქნება. არსებული თვის ფონი საკმაოდ აქტიური იქნება, საკმაოდ ბევრი გადაადგილება, აქეთ-იქით სიარული და სიახლეების მომტანი იქნება. ეს იქნება პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით დაიწყება სიტუაციური ძვრები თქვენ ცხოვრებაში. აი, აქამდე თუ რაღაცა მომენტში სიტუაციები გაჩერებული იყო და ერთი რაღაცა წრიული მდგომარეობის სიტუაციაში იყავით, ხო არაფერი არ იცვლებოდა, ერთ ადგილას უძრავი მდგომარეობა იყო, ეს თვე პირდაპირ გაგიხსნით სიტუაციურ მდგომარეობას. გექნებათ სიახლეები, დაიძვრება თემები, ჩაფიქრებული სიტუაციების ნელ-ნელა განხორციელების სიტუაციები, ხო? უბრალოდ არსებული თელი თვე თქვენთვის იქნება მუდმივი მოძრაობა, მუდმივი აქტიურობა და არ მოგეცემათ საშუალება, რომ იყოთ მიძნებულ მდგომარეობაში. ანუ უკეთესი თემები დაიძვრება თქვენ ცხოვრებაში, ხვდებით? ღუზის მდგომარეობა უკვე ამოწეული იქნება და დაიწყება სიტუაციური ცვალებადობები. მთელი თვე გექნებათ თემები, როდესაც არ მოიწყენთ. მნიშვნელოვანი სიახლეების კუთხით რაც შეიძლება იყოს, პირდაპირ მნიშვნელობით წარსულისეულად, რაც კი რაიმე სახის იმედგაცრუებების თემები ქონდა, ხო? და ქონდა გარკვეული კუთხით გულისკენის მომენტი თითქოს ამ ყველაფრის ჩახურვა ხდება არსებულ პერიოდის განმავლობაში. მოგეცემა გაკვეთილის კუთხით რაღაც კონკრეტული სიტუაცია, რაც განაპირობებს თემას, შენ გაიზარდე, აითვისე ცხოვრებისეული გაკვეთილი თუ არ აითვისე. შესაძლებელი არის მოხდეს წარსულისეული ადამიანის დაბრუნების თემა, ან ისეთი მსგავსი სიტუაცია წარსულისეულად, რაც შეიძლებოდა რომ აქამდე ქონოდა და შენგან მოითხოვს კონკრეტულ სერიოზულ გადაწყვეტილებას, ხო, უფრო მეტად სიმკაცრის გამოვლინებას. შენ თუ ამ გაკვეთილს გადალახავ და სამყაროს აჩვენებ, რომ იცი, მე იგივე შეცდომას არ დაუშვებ, რასაც კონკრეტულად სიტუაციური კუთხით აქამდე უშვებდი, ხო? შემდეგ როგორი სიტუაცია გექნება? მე უკვე ჩიხის სიტუაციიდან პირდაპირ მნიშვნელობით გამოხვალ და გადახვალ ნათელ პოზიციაში და გაკვეთილი მაქსიმალურად ათვისებული იქნება. უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სიმტკიცის გამოვლენა გჭირდებათ პირველ ვარიანტს არსებულ თვეში და მთავარი გაფრთხილება რეკომენდაცია. როგორც უკვე ვთქვი, ხო აი აქ სიტუაციურად რაც აჩვენა. არსებულ თვეში თქვენ ცხოვრებაში შესაძლებელი არის იმატოს ადამიანების ესეთმა კატეგორიებმა, რომლებმაც ეს ადონ სიტუაციურად გამოგიყენონ. ჭალებში, ხო? თუ არ გინდა შენ თავს არავინ არ გამოაყენებინებ, თავს არავის არ გამოაყენებინებ. სიტუაციურად ეცადონ მოგატყუონ თემებში, ფინანსებთან დაკავშირებით, საქმიანობასთან დაკავშირებით. აქ სიფრთხილე გმართებს პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანებთან კომუნიკაციის კუთხით. არ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც აქ აჩვენა სიტუაციურად, რასაც აქამდე უშვებდი. მეტი უფრო მეტად კონდეს სიმტკიცე გამოვლინებული საკუთარ თავში, მეტად დარწმუნებული იყავი და ორიენტირებული იმაზე, რასაც აკეთებ და როგორც აკეთებ. არ მისცე საშუალებას ვინმე საჩვენო, რომ სიტუაციურად შეიძლება გამოგიყენონ ან რაღაც მომენტში არ აფიქრებინო სულელის პოზიციაში არის, ხო? გადავდივარ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე.
სიახლეების კუთხით ზოგადად როგორი თუ ეგექნება, ეს იქნება შენთვის რეალობასთან შეჯახების პერიოდი. რაღაცა ცოტათი მტკივნეული თუ შეიძლება იყოს შენთვის იმ თვალსაზრისით, რომ მოგიწიოს რეალობასთან თვალებში ჩახედვა პირდაპირ მნიშვნელობით. აქამდე თუ რაღაც სიტუაციებში თავს ეტყუებდი და ამბობდი, რომ არა, ესე არ არის, ესე არ ვიზავ, რეალურად ესეც გააკეთებ და ესეც იზავ, ხო, იმიტომ რომ ეს არის თვე, როდესაც შენ პირდაპირ მნიშვნელობით იღვიძებ და სრულიად სხვანაირი კუთხით უყურებ სამყაროს. ძალიან ბევრი რაღაცა სიტუაციასთან დაკავშირებით შეგეცვლება დამოკიდებულება ადამიანებთან მიმართებაში. გარკვეული კუთხით შესაძლებელი არის შენი ცხოვრებიდან ადამიანების კატეგორიაც კი გაუშვა და გაფილტრო გარემოცვა, რომელშიც ტრიალებდი და რომელშიც ხარ, ხო? ეს არის შენთვის ახალი გამოწვევების პერიოდი, არსებული თვე და რეალურად დაფასება იმის, რაც გაგაჩნია და გააზრება, რომ იცი რეალურად მე ეს მჭირდებოდა და ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა. ანუ ფაქტიურად შენთვის არის გამოღვიძების პერიოდი არსებული თვე. რაღაც ყველაფერი სიტუაციებთან დაკავშირებით ახალი ხედვის გახსნა, ესე ვიტყოდი. სიახლეების კუთხით შესაძლებელი არის მომენტებში შენ თავში აღმოაჩინო იცი როგორი მომენტი, აი აქამდე თუ გულს გტკენდე ხოლმე სიტუაციურად და რაღაცა სიტუაციებთან დაკავშირებით ამბობდი, რომ არა, ამ თვეში გამწარებული პოზიციიდან გამომდინარე, გამწარებული გულით ხომ წარსულისეული გულის ტკენა გამომდინარე, შეიძლება ცოტათი სიხარბეების მომენტი მაგძალოს, ხო? აი ეცადე რომ აკონტროლო და ბალანსირების თემაში მოიყვანო ის სიტუაციები რა მდგომარეობაშიც პირობითად გული გადკინეს, აღარ დაუშვა იგივე თემები, რომ შემოუშვა შენ ცხოვრებაში. გადკინა ადამიანმა გული, რამდენჯერ უნდა მისცე შენს, ხო უბრალოდ გაუშვა შენი ცხოვრებიდან, აღარ მისცე ამის საშუალება, რომ დაბრუნდეს და იგივე სიტუაციაში აღმოგაჩინოს. ასევე აქ ამომდის ინფორმაცია, რომ მეტად მიაქცია ყურადღებას რით იკვებები და რა სჭამ. ეცადე რომ შეძლების დაგვარად ჯანსაღი კვების თემაში იყო, იმიტომ რომ რადგან ამოდის სიხარბის პოზიცია, ხშირად ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეული კუთხით არასწორი კვების მდგომარეობასთანაც და გარკვეული სახის პატარ-პატარა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც, ხო? ასე რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით ინფორმაცია მოდის, აკონტროლე რას ღებულობ, რას სვავ, რა სჭამ და თუ ამ თემას დაალაგებ და უფრო მეტად გააკონტროლებ საკუთარ თავში და აღარ გექნება ეს რაღაც სიხარბის მომენტები ცხოვრებისეულად. მე უკვე აი ამ საკუთარ თავთან ბრძოლის პოზიციის შემდეგ უკვე გადაეშვები წმენდითი პროცესში, როგორც ორგანიზმის კუთხით, ასევე ზოგადად ენერგეტიკული კუთხითაც შეძლების დაგვარად გაუმჯობესდება შენი მდგომარეობა ენერგიების კუთხით და რას უნდა მიაქციო ყურადღება. ისევ და ისევ გულგატეხილი გულის მდგომარეობა პირველი თუ ვინმეს რაიმე კუთხით, ჯანმრთელობის კუთხით, სიესწრაღების თემასთან დაკავშირებით და გულის კუთხით დისკომფორტის თემა გააქვთ, უფრო მეტად მიაქციეთ ყურადღება არსებულ არის, ხო? მიდით ექიმთან, გადაიკონტროლეთ და ასე შემდეგ. თუ კონკრეტულად ჯანმრთელობის კუთხით პრობლემების სიტუაცია არ გაგაჩნიათ და არ გაქვთ, ძალიან კარგი. მსგავს შემთხვევაში ეცადეთ, რომ ნაკლებად მისცეთ ადამიანებს საშუალება თქვენ პირად სივრცეში ჩაერიონ თქვენ სიტუაციებში იმედგაცრუებების თემები და გულისკენების სიტუაცია რო არ ქონდეს. არსებული ადამიანები, ვისთანაც კომუნიკაციაში ხართ ამ დროისთვის, შესაძლებელი არის ოქტომბრის თვეში გადკინოთ გული და გქონდეთ ის მომენტი, რომ რეალურად მისი სახე სრულიად სხვანაირი ყოფილა. შეიძლება მისი შურის თემებიც დაინახო და უბრალოდ გულისწყდეს მომენტი გქონდეთ ადამიანებთან მიმართებაში. ასე რომ ამ კუთხითაც ცოტათი უფრო მეტად შემზადებული იყავით. და მესამე ვარიანტი. არსებული თვე თქვენთვის უნდა იყოს გაკვეთილი იმისთვის, რომ უმოქმედობამ რა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი და რა სიტუაციაში შეიძლება ჩააგდოს. აქ პირდაპირ მნიშვნელობით ინფორმაციას, რასაც მიჩვენებს, არ დაუშვა საკუთარ თავში, რომ იყო უმოქმედობის პოზიციაში. მთელი თვის განმავლობაში შესაძლებელი არის პატარ-პატარა ჩავარდნები და პატარა ასე ვთქვათ, პაუზის მდგომარეობები იყო საქმიანობის კუთხით, სიტუაციების კუთხით, მაგრამ მთლიანობაში აქ პირდაპირ ინფორმაცია მოდის, მეტად იყავი აქტიურ პოზიციის მდგომარეობაში, არ გადაეშვა დეპრესიის თემაში, არ იყო მოშვებული პირდაპირ მნიშვნელობით სიტუაციების კუთხით. შენ გჭირდება მეტი აქტიურობის განხორციელება, კი თვე სტაბილურ მდგომარეობაში მიდის ნელ-ნელა, შეიძლება ითქვას კურსნაბიჯებით, მაგრამ შენგან უფრო მეტი მოქმედება არის საჭირო იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი დადო. შენ მეტად გჭირდება ჩართულობა საქმიანობის მიმართ, რომელსაც ანხორციელებ, ანალიზის განხორციელებაც გინდა, უმოქმედობა და მიძინებული მდგომარეობა შენთვის საკმაოდ ნეგატიური ასპექტის მაჩვენებელი არის.
ზოგადად სიახლეების კუთხით სიახლეების კუთხით აქ გაფრთხილება ამოდის პირდაპირ მნიშვნელობით, ეს არის მაჩვენებელი იმის, რომ მიაქცია ყურადღება სიზმრები, რომლებიც გამოგზავნილი იქნება ინფორმაციის სახით შენთან. მინიშნებები, რომლებსაც პირდაპირ მნიშვნელობით სამყარო გამოგიგზავნის, თუნდაც ქუჩაში ყოფნისას, თუნდაც ადამიანებთან კომუნიკაციასაც დააკვირდი სიტყვები, რასაც გეუბნებიან. ეს როგორ შთაბეჭდილება, მეტად უფრო უნდა იყოთ მობილიზირებული და გაფრთხილებული პოზიციაში თვალსაზრისით, რომ რაიმე ისეთ შეცდომა არ დაუშვათ, რაც შეიძლება რომ სანანებელ პოზიციაში გქონდეთ. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრების თვალსაზრისით, რაიმე სახის ტრავმების სიტუაცია რო არ იყოს. ანუ აქ ფაქტიურად მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის მეორე კატეგორია, რასაც აჩვენებს სიახლეებში ძირითადად მოგიწოდებთ უფრო მეტი სიფრთხილისკენ, უფრო მეტი თავდაჯერებულობისკენ და უფრო მეტად იყავით ჩართული იმ სიტუაციებში, რაშიც გინდათ რომ წარმატებული იყოთ. ანუ გააზრებულად იმოქმედოთ. შენი ნებისმიერი სიტყვა და ქმედება, რასაც ახორციელებ, წინ და წინ ეთოდე რომ ასე ვთქვათ, გადახედო, ხო რა შეიძლება მოყვეს. ანუ გაუაზრებლად არ იმოქმედო, ესეთ სიტუაცია არის ნაჩვენები და ზოგადად გაფრთხილების თვალსაზრისით გაფრთხილების კუთხითაც ინფორმაცია, რაც ამოდის, ეცადი არსებულ თვეში არ იჯდეს სულ სახლში. არ იყო ერთ ადგილას უმოქმედო მდგომარეობა. შეხედეთ ეს და ეს როგორ ემთხვევა მოქმედო სიტუაცია. კი, სახლი კარგი არის, კომფორტის ზონა კარგი არის, მაგრამ ზედმეტად სახლში ჭრომის სიტუაციები შეიძლება შენთვის ნეგატიური ასპექტის ამსახველი იყოს. შესაბამისად, შენ გჭირდება, რომ სიტუაციური კუთხით მეტად ეცადო გასვლითი პოზიციები განახორციელო. მეგობრების წრეში იქნება ეს ანათესაურში გასვლის სიტუაცია, იქნება რაიმე საქმიანობის გამოჩენა, სეირნობა თუ ნებისმიერი რაღაც, უბრალოდ ეცადე რომ 24/7-ზე სახლში ზედმეტად არ იჯდე. რაღაცა აქტივობით დაიტვირთე თავი, რომ სულ ერთი და იგივე გარემოში ყოფნის სიტუაციების კუთხით საკუთარი თავი არ დაანერვოზო. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები. პირადისთვის მიკავშირდებით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე, გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას ნახვამდის.